მართავ და დაუშვათ ეს რა საქმის კეთება იყო მარჯანიშვილის ხიდის მოაჯირების შეღებოთ ეს რამე საქმე შევაშინეთ ამით რუსეთი და უკან დაიხია თუ რა ჩვენი ახალისები დაიწყო საომარი მდგომარეობა მოქმედებები რუსეთმა იქა ნახევარმა მსოფლიომ კი თერმა მსოფლიომ ვერ გააჩერა რუსეთი საოცარი კატაკლიზმები ხდება ეს უბედურება ვერ ჩერდება ვერანაირად ჩვენზე ზესახელმწიფოები რომელთაც მეტი ფული აქვს მეტი დაფინანსება აქვს და მეტი ფიის აქვს შეიარაღება რატო არ ერთვებიან ამ ბრძოლაში რატო არ აჩერებენ ამ ბრძოლას სადერეკებით საქართველოს რა უნდა გააკეთოს დღენახევარში ომი დამთავრებულმა ხალხმა რა უნდა ელაპარაკოთ მე რა გამაჩნია რითი უნდა დავეხმარო იმას ჩვენი მთავარი ვალია რომ ჩვენი ქვეყანა სახელმწიფო არ ჩამოიშალოს და გადავრჩეთ რამენაირად და არ უნდა იყოს ასეთი ხისტი მიდგომები იმ გაგებით რომ რაღაც ავიჩემოთ და ვიყოთ იმაზე რაღაცა პალოზე ბიბული იმას სახედარები და არ ვიტრეოთ ერთ ადგილზე ძალიან პლასტიკური უნდა იყოს და ძალიან დინამიური ჩვენი დიპლომატიაზე დგას ახლა ეს ყველაფერი და არა იარაღის ჟღარონზე რა გაკეთა ამასთან მიმართებაში გარდა იმის გავანებოთ ამ სპეკულაციას თავი ქვეყანასთან აგვაქვს საქმე სხვა დროს დავიწეროთ პოლიტიკური ქულები ესე არ არის სწორი კი ბატონო მაშინ რატო ჩაბრძანდებით რატო მიდიხართ ეგ და თანამდებობებზე რატო ინიშნებით წადით წინა ხაზზე და იბრძოლეთ დაიღუპეთ ეგ გმირულად გმირად გაღიარებთ უკრაინელი ხალხი და ჩვენს დაისვენოთ მთელი საქართველოს იბრძოლეთ ბატონო იქ ვის შეგიშალათ ხელი ქვეყანა კაცო ეს სამშობლო ჩემი თუ არა ხო ყველასია რა თუ წვიმა მოვა და გარეთ გავა ხო ყველა დავსველდებით ბომბი რო ჩამოვარდება მეს თუ მოხდება შენ ხო მოხდება შეგაიგაცო როგორ გავყოთ ეხლა ჩემ საქართველოს და შენ საქართველოს აღარ კმარამდელი უგუნურება ყავთ ისე რომელი ჭორი მოგიგონეთ რა დაგაბრალეთ ეს თქვენი პარტიის გამგე რომელიც ეხლა იმაში ინიშნება უკრაინაში რაღაც თანამდებობაზე საკუთარ ქვეყანაში ვერ ჩამოდის ჩამოვიდეს და თავის მეგობრებს დაუждდეს ციხეში ჩაიდინოს ერთი ვაშკაცური საქციელი მაინც ეყოს ამის უნარმა საჩამოვა რისი გამკეთებელი ეხლა გადაინასტო ამ ბრიგადამ ეგრეთ წოდებულმა უკრაინაში რომ ეხლა იქიდან უკიჟინო რაღაცა დაღუპულია ეს ისა მართლა რეალობის განცდა არა გაქვთ ინფორმაციას არ ფლობთ კაი ხალხო რა ხდება უკრაინაში რამდენი ხალხი იხოცება დებატები ნებისმიერ დროს რა თემაზეც გინდათ მაგრამ ადამიანი უკვე მოსაბეზრებელია სპეკულაციები უფაქიზეს თემებზე ჯობია გავაკეთოთ ისეთი რაღაცას ქვეყანა გადარჩეს სახელმწიფო უნდა გადავარჩინოთ ერმა არ უნდა შეწყვიტოს ამის გამო უამრავი ნიჭიერი პროექტებია ასამუშავებელი და უამრავ ნიჭიერ ადამიანს უნდა მოусმინოთ და ვის ამას კვალიფიკაცია შეესაბამება